გამარჯობა მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ვართ უკვე 30,000-ნი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უფრო გავუმრავლდებით, იმიტომ რომ 50,000-ზე ჩვენ ვაპირებთ, რომ სუპერ გეგმა განვახორციელოთ და ეს იქნება სუპერ დუპერი. დღეს ჩემი სტუმარი არის ჯუნა თუთბერიძე, რომელიც არის სარეაბილიტაციო ცენტრის ზენის თანადამფუძნებელი და თვითონ არ ვიცი რამდენად უნდა, მაგრამ მოუწევს რომ თავის განვლილ გზაზე გვესაუბროს, იმიტომ რომ მგონია რომ როდესაც არის ამ ხელა რაღაცის დამფუძნებელი, ამას უნდა ქონდეს თავისი მიზეზები და საფუძველი. ძალიან დიდი და საინტერესო გზა და აი ამ გზის გარკვევას ვცდილობ ეთო. გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა რომ მომიწვია. მადლობა შენ. და მაგ საშუალება რომ რაღაცა ჩემი პატარა გამოცდილება გაუგზია რომ შენ ფართო აუდიტორია, 30,000 არ არის ცოტა. ხო, და ძალიან ბედნიერი ვარ, რამდენი არიან. ნეტა რამდენი მაყურებელიც ყავს ხოლმე, იმდენი გამომწარი იყოს. ეგეც არის. მაგრამ ვსწავლობთ ნელ-ნელა რომ გამოწერა მნიშვნელოვანი რაღაცაა. პირველ შეკითხვას დაგისვამ რა, ჯუნა რა, ვინ ახარ? ანუ ჯუნა სრული სახელია? ჯუანშერი. ჯუანშერი. სრული სახელი. იცი რა ძალიან სახელია? ვიცი კი და მეძახიან რა. ჯუანშერი და მეც ბევრად უფრო მომწონს და ბავშვობაში რაღაცა მხატვრული ლიტერატურიდან არის თითქოს. ხო. იქიდან. ხო და ჯუნა ანუ უკვე ძალიან ისეთია რა. პოზიტიური სახელია. და მეგონა რომ მაინც მეც სახელია თქო. მეგრულად იცი რას ნიშნავს? კოცნას, ჯუნა. და ჯუანშერი ნიშნავს რომ ბავშვობაში ვიცოდი მეუბნებოდნენ რაღაცები, ახალგაზრდა ლომსო რა. ცოტა ხმამაღალი განაცხადი ხო არ არის. აბა. ვინ ხარ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩები? ვინ ვარ, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები, ხო? რაღაცა ესეთი ძალიან ფილოსოფიური კითხვაა და არ მინდა რაღაც ესეთი პასუხი გაქცე რა, იმიტომ რომ ეხა მით უმეტეს უკვე რამდენიმე წელია ის ვარ, ვინც ვარ საზოგადოებასთან, მაგას ვცდილობ, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება რაღაცნაირად აღმოჩნდა და აღმოვაჩინე, რომ არც მარტო ჩემთან და არც სხვებთან ურთიერთობაში ის არ ვიყავი, ვინც რეალურად ვარ. იმიტომ რომ რაღაც სულ გაქცევაში ვიყავი, საკუთარი თავის მიუღებლობაში ვიყავი, მინდოდა სულ ცოტა სხვანაირი ყოფილიყავი. სულ მქონდა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, არა და ნუ ეხლა რო თქვა, ესე არაფერი არ მაკლდა რა, რო გადავხედო ჩემ ცხოვრებას. 90-იანი წლების ბავშვი ვარ და იქ რაღაცები იყო სულ რა თქმა უნდა, ხო, ეხლა პერიოდიდან გამომდინარე. რაღაც დანაკლისები სულ იყო, მაგრამ შვენიერი ბავშვობა მქონდა და კარგადაც ვიყავი, მაგრამ სულ რაღაცა ისეთი გზნობა მქონდა და რომ რაღაცა მეტი მეკუთვნოდა, ან მეტი უნდა მქონოდა. ამიტომ სულ ვცდილობდი რომ ყოფილიყავი სხვა ადამიანი, ხო და ეხა უკვე, რამდენი უკვე 3 წელია, ცოტა მეტია, მივედი იქამდე რომ აღარ გაურბივარ რა, საკუთარ თავს აღარ გაურბივარ. ამიტომ ეს მასკები, ესე ვთქვათ, რაც ალბათ ყველა ადამიანს რაღაცა დოზით გვჭირდება კიდევაც, მაგრამ დიდი დოზით ჩამოხსნილი მაქვს რა. ამიტომ საკუთარ თავთან ვრჩები, ისა ვარ, ვინც აიხა თქვენთან ერთად ვარ რა. ეს ბოლო ხანებია, ნუ უკვე თქვი, რამოდენიმე წელია, ეგრე ვარ და რაღაცნაირად ეგ მაგზნობინებს იმას, რომ აიხა ვარ თავისუფალი, ნამდვილად თავისუფლება, რასაც ქვია რა. იმიტომ რომ რო გადავხედე ჩემ ცხოვრებას, რაღაცა მიზეზების გამო მომიწია კარგად გადახედვა ჩემი ცხოვრებისთვის, მივხვდი რომ არც ერთ ეტაპზე რეალურად თავისუფალი ადამიანი არ ვიყავ. და აი მაგის გააზრებამ პირველი რაღაცა ისეთი სერიოზული ნაბიჯები გადამადგმევინა, რომ ცხოვრების შეცვლა დამეწყო. ცხოვრების შეცვლა უფრო შინაგანი სამყაროს შეცვლა და არა რაღაცა ეხა გარეთ ამბების. თორემ მთელი სამყარო შიგნით ქონია რა. მაგის აღმოჩენა ძალიან მაგარი იყო. აქ რო იცვლება ყველაფერი, მე გარემოც რა მარტივად თვალები არისო ისე რა ქვია, სარკი რა რაღაც ის სათვალე. ანუ შინაგანად მე როგორც ვარ, ყველაფერი ჩემ გარშემო ისეთია. აღქმა ეგეთი მაქვს. თუ შინაგანად მოუწესრიგებელი ვარ, უკვე აი ამინდა იმ ზეც რო არის უკვე ჩემთან ბნელა, იმიტომ რომ შიგნით რაღაცა მიჭირს რა და ეგ არის ჩემთვის რაღაცნაირი ინდიკატორი, რომ რაღაცას ვაკლებ რა. იმიტომ რომ რაღაცების კეთება მჭირდება
რომ ჯანსაღად გამოვაყოფინო ჩემს ტვინს ენდორფინები, დოფამინები, ემოტივაციის პასუხისგებელი ჰორმონები, რომ იყო კარგ ხასიათზე და მხიარული და ასე შემდეგ. და თუ რაღაცებს ვაკლებ, მაშინ მე ცუდად ავარ. ცუდად მე ხა ისეთი ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ვერ გვწნობ რა თავს ისე. კომფორტულად ჩემ თავთან. და მთავარი ეგ არის. მე თუ კარგად არ ვიქნებ ჩემ გარშემო, ვისთვის შეიძლება რომ გამოსადეგი ვიყო, ხო, გამორიცხული. ცოტა შეიძლება ეგოისტურად ჟღერს, მაგრამ ჯანსაღი ეგოიზმია. ეგოიზმსაც აქვს ჯანსაღი მხარე რა, იმიტომ რომ ჩემ თავზე მე თუ არ ვიზრუნებ და მე თუ თავს კარგად და კომფორტულად არ ვიგრძნობ, ვერ ჩემი ოჯახისთვის, შვილებისთვის, ცოლისთვის, მეგობრებისთვის თუ რა ვიცი, ნებისმიერი ადამიანისთვის ვერანაირად ვერ ვიქნები. სასარგებლო ადამიანი. და სხვაზე ზრუნვა და ეს სარგებლობის მოტანა თუმე მაგარი რამე ყოფილა რა. და რო ახსენი რაღაცა ეს ცვლილება თქო, ისიც აღმოაჩინე მთავარი რომ ძალიან ეგოისტი და ეგოცენტრული ადამიანი ყოფილვარ. რასაც საერთოდ ვერ ვხედავდი, მე მეგონა რომ ესე არის რა. და ეს ნორმალურია მე როგორც ვიქცეოდი, მაგრამ მე მივხვდი და ამ სახელების დარქმევა ძალიან მნიშვნელოვანია რაღაცეებზე, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. როცა დავარქვი რომ კი ეგოისტი ვარ, მაგარი, ეგოცენტრული ხასიათი მაქვს, მე ჩემ გარშემო უნდა ტრიალებდეს ყველაფერი. ამას სახელი რომ დავარქვი, მე უკვე მუშაობაც ადვილი გახდა რა. უკვე ვიცი რას უნდა ვებრძოლო. ყოველდღიური ვებრძოლო, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, უში ბრძოლა აღარ მიწევს და ეგ კიდე ცალკე ძალიან მაგარი რამე. არაფრის წინაშე ბრძოლა აღარ მიწევს რაღაცნაირად. კაპიტულაცია დავარქვათ რა. მაგრამ არა ის რომ აი დავნებდი და всё. ვაღიარე რომ ვარ აი ამ კონტექსტში კაპიტულაცია რომ რაღაცა ესეთი თვისებების მატარებელი და მოდი როგორ შეიძლება ახლა ესენი შევცვალოთ რა. კი არ დაუწყე მაშინ და რომ არა და მე ესეთი არა ვარ, ან ეს არ უნდა ვქნა. ხანდახან ხო არის ეს ჩემი თვისებები ამოხდება და იმეთი მოქმედებ, მაგრამ თავარი რომ ხედავ. ჩემთვის ეს არის თავარი. გვერდიდან შეხედვა დაიწყე საკუთარი გვერდიდან დამკვირვებელი ძალიან მაგარია, როცა გამომდის, მაგრამ ვიხმარ ცოტა ჟარგონებსაც, ხო, შეიძლება რომ კი, მე ასწორებს სულ ვიძახი. ოფიციალურად რა ვარ ვილაპარაკოთ, ხო, ძალიან კაი, ხო. როგორც ახსენე, ხო, სარეაბილიტაციო ცენტრი ზენის და რავი, როგორ მივედი მაგამდე, ხო, ან ჩვენ ძირითადად ესე პოზიციონირებთ, რომ ვარ ძალიან კარგი ადამიანია, იმიტომ რომ კითხების დასმა საერთოდ არ მიწევს. შენ გადადიხარ თემიდან თემაზე და თან ისე ორგანულად ხდება ეს ყველაფერი. კარგად გამოდის, ხო? სიამოვნებით გისმენთ. აი, რაღაცა ეს ნიჭიც ნელა აღმოაჩინა. კი. მადლობა. ხო და. მაგრამ ეხა შენ ისე არ გააკეთო, რომ გამომიტოვო რაღაცეები. არაფერს არ გამოგიტოვებ ვაფშე. კაი. ძალიან კაი გელოდებია რა. არაფერს არ გამოვიტოვებ. სად გავჩერდი? სარეაბილიტაციო ცენტრამდე მისვლის. ახსენე, ხო, რომ საიდან მოხდი, ხო, რამდენიმე წელია ხა საქმეში და სფეროში ვარ. ნუ ჩვენ ის არის უფრო რომ ფსიქოლოგიური და რაღაც მენტალური განვითარების ცენტრად პოზიციონებს, რომელიც რა თქმა უნდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის დამოკიდებულ ადამიანებთან მუშაობა რა. დამოკიდებულება ზე ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას, ხო? ანუ როგორ ხედავ მე და ვაფშე რა არის დაავადება. ნუ იმაზე უნდა შევთანხმდეთ და მე სულ მინდა რომ ადამიანებამდე მივიტანო ის ხმა, რომ არის ჩვეულებრივი დაავადება, დამოკიდებულება და არა რაღაცა მავნე ჩვევა. ან აი კითხოს ვავენ, აი რაზე ხარ შენ ხა დამოკიდებული? არაფერზე არა ვარ დამოკიდებული, ეს არც ნივთიერებაზე არა, მაგრამ მე დაავადება მჭირს. ეს არის ემოციების დაავადება ერთ-ერთი. კიდე ეძახიან ეს ეგოცენტრულობის დაავადება. სხვადასხვანაირი ის აქვს რა. დასთავარი არის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური და სულიერი. ასევე ეძახიან ეს სულიერიც ესეთია რა. ბევრნაირი შეფასება რელიგიას არ ვეხებით, უბრალოდ აი სულიერება ცოტა სხვა კუთხით. ასევე ამბობენ და მე მაგაში დარწმუნებული ვარ, რომ არის გენეტიკური, ანუ ადამიანი შეიძლება დაიბადოს რა. და რა არის ხო ეს ფსიქოლოგიის ბიოლოგიური ნაწილი, ხო, ტვინი დამოკიდებული ადამიანის არის სხვანაირად მოწყობილი. თავიდან ვახსენე, ხო, სულ რაღაცის დანაკლისი მქონდა, სულ რაღაცა არ მომწონდა, სულ რაღაცა ის ფოთი, შიში, ეს შიშარა ადამიანი ბავშვი ვიყავი, ხო, ეს ბავშვობიდან მომზდევდა ესეთი რაღაცეები რა და არ ვიცოდი რა ოჯახიდან არ მოდის. ნუ აი როგორ იცი, არ ვიცი, მაგაზე ვერ ვიტყვი რა, რომ სადღაც ოჯახი ვინმე რა, მშვენიერი ბავშვობა მქონდა, ესე რო გავიგოთ. მაგრამ რაღაცა მაინც არ ყოფნი და არასდროს შილნი და რა ამყნახე, ბიოლოგიური რა არის. ტვინი, ნორმალური ადამიანის ტვინი თუ გამოყოფს, ხო? ენდორფინებს,
დოფამინებს. რაღაც ისე სიტყვას, აი 10 ცალს გამოყოფს თუ რაღაც ისე რო ვთქვათ, რა. დამოკიდებული ადამიანის ტვინი გამოყოფს 800. და უკვე ნახე დანაკლისი მაქვს რა. არ ვიცი რა მჭირს ხდები. არ ვიცი რა მჭირს რა. აი და შენ თავიდანვე ესე დაიბადე. მე მაგაში დარწმუნებული ვარ, ხო, რომ ეს ეგრე იყო. ანუ დამოკიდებულება არ არის მარტო რაღაცა კონკრეტული ნივთიერებების მოხმარება. რომ მაშინ ეგრო იყოს, რავი, ნივთიერებას მოაშორებ ადამიანს და შეო, კარგია, გააგრძელე ცხოვრება რა და ყველაფერი კარგად არის, მაგრამ არ არის ხო ეგრე. რამდენი მაგალითი და შემთხვევაა, რომ ერთი და იგივე წრეზე ტრიალი. იმიტომ რომ ადამიანებს გონიათ და ნუ ყველას ჩვენ ეგრე გვეგონა და მადლობა ღმერთს რომ დღეს უკვე იცვლება ეს ამბავი, რომ მე თუ სიტყვაზე ვსვავ ალკოჰოლს და აი ამ ალკოჰოლისგან გამთავისუფლდები, ეს არის ჩემი პრობლემა. და ვარქმევ კონკრეტულ ან ალკოჰოლს, ან ნივთიერებას, ან სუბსტანციას, მაგას ვანიჭებ მნიშვნელობას. და ეს არის პრობლემა. და სანამ მაგას დავარქმევთ, რომ პრობლემა ეს პრობლემა იქნება. იმიტომ რომ ეს უიარსებებს. ჩემი პრობლემა უშ სხვა რამეა. დამოკიდებული ადამიანის პრობლემა უშ სხვა რამეა. ემოციების, ამ ცხოვრების ვერ მიღება ისეთის, როგორიც არის. ვერ მიღება ადამიანების ისეთების, როგორიც. ვერ მიღება საკუთარი თავის, სხვა ყველაფერს რო თავი გავანებოთ. ვერ ვიღებ ამ ჩემ თავს. არ ვიცი რა მჭირს. აი ავათავარ და არ ვიცი რომ ავათავარ, ხო? და სულ რაღაცაში ვეძებ ამ სიამოვნება დავარქვათ, ხო? სიამოვნება თუ ქვია მაგას რა. ვიღაცას აგამოვლინება ალკოჰოლზე. ვიღაცას სხვადასხვა სუბსტანციებზე, ხო, ნარკოტიკი. ზოგიერთი ახლა ადამიანი რა ჭამს, მაგრა ჭამს და ეგეც პრობლემა. ანუ არ ჭამს, რა ვიცი, ხო? რატო რა ხდება, ხო? რაღაც ემოციებთან აქვს, ხო, პრობლემა, ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს უფრო, ხო? ფსიქიკური აშლილობები, ხო, ქვია რაღაც ამ კვებით აშლილობებსაც რა. ძალიან გააქვს ეს ერთმანეთს რა. ზოგიერთი ადამიანი ჭამით ივსებს ამას, ზოგიერთი ნარკოტიკით, ზოგიერთი თამაშით. საერთოდ არ მოიხმას არანაირ სუბსტანციას, მაგრამ თამაშობს გიჟივით. რა ხდება ხო გინდათ აი თამაშის დროს, ხო? ამ ენდორფინებს ვიღებ ერთბაშად, თქვათ მოვიგე, ხო? უცბად გაასხავს, ის ძალიან მაგარი. წავაგე, აი ამითი საზრდოობს და ჩემი ტვინისთვის კომფორტული ზონა, კომფორტის ზონა ეგ არის რა, რომ აი ეს მივიღო, ეს ემოციები. კარგი, ცუდი, მანდ უკვე ამას არ აინტერესებს რა. ეს მოიხმარს იმ ემოციებს, რაც აკლია. და სულ ამის ძებნაშია ადამიანი რა. და შენ ამიტომ მიაგენი თავის დროზე წამოს. მე სულ მქონდა იმას რა ქვია, აი ეს რაც ვახსენე ისინი და ნუ რა ბავშვობაში დავuliე სასმელი მაგალითად, ხო? და ვა რაღაცა მომეხსნა შიშები, ცოტა სუპერმენი გავხდი რა უცბად რა, ეს გაქრა რაღაც ეს შეფასების შიში, ეს სირცხვილი, ეს რაღაცეები რა მოიხსნა. და ვა რა კაია, всё რაღაცნაირად ტვინს უკვე პანდორას ყუთი გავხსენ. და ყველა ადამიანი ხო არ არის დამოკიდებული, ყველა ხო არ არის მიდრეკილი მაგით. ზოგიერთი მიდრეკილია, მაგით არის ხო, რომ საუბრობთ, რომ ერთი მოხმარებაც კი ძალიან დიდ საფრთხებს შეიცავს. რატო? იმიტომ რომ შეიძლება მე მიდრეკილი ვარ და ის ერთი რაღაცას უკვე всё იხსნება ეს პანდორას ყუთი და всё უკვე რაღაცნაირად აი ამ მორევში ნელ-ნელა შედიხარ და გითრევს რა. მე რასაც უყურებ და რაც არის ჩემი მიზანი არის პრევენციაზე მუშაობის მაღალ დონეზე აყვანა რა, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში საერთოდ პრევენციაზე არავინ უსაუბრობენ, რაღაცები კეთდება, მაგრამ ესე ძალიან დიდი გამოხმაურება ამას არ აქვს და ეგ არის ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი და რატო? მე რასაც მოხმარებამდე პირველად სანამ ადამიანი რომელიმე სუბსტანციას შეეხება, პრობლემები იწყება ბევრად უფრო ადრე. და არა მერე რო სუბსტანციას შევეხე. ეს უბრალოდ არის შედეგი რაღაცის რა. ჩემი არასტაბილური მდგომარეობის, ჩემი ფსიქიკური პრობლემების, ჩემი დაავადება დამოკიდებულების ბრალია, რომ ნუ ბრალი დავარქვათ ხო, რომ მე სადღაც მერე მივდივარ რაღაცა სუბსტანციებში ვეძებ გამოსავალს. ამიტომ რატო არის მნიშვნელოვანი პრევენცია და რატო მე მაქვს ცოტა ისა რა ქვია, ნუ წინააღმდეგობა იმასთან დაკავშირებით, რომ თქვათ ადამიანები ძალიან პირადულ რაღაცებს ყვებიან. იმიტომ რომ რას ვეუბნები თქვათ მე მომავალთაობას რა, რომ შენ შეგიძლია რომ რაღაცები აკეთო, იმიტომ რომ მაინც ეს მოხმარება ხო გართობასთან ასოცირდება რა. შენ შეგიძლია რაღაცები აკეთო და ნახე გავა დრო და მე ნახე მაგრა საკაიფო თუ არ გაიგე. რას, ანუ რამეს უგზავნი. რომ შენ შეგიძლია იგივე გზა გაიარო და მე გამოხვალ კაცო ხო შიანად იქნები რა, ჩანზეც მოხვალ და ყველაფერი რა. ეს არაფერი არ არის.
სადღაც ნახე ბავშვისთვის რა არის, ბავშვის ტვინი არის, ხო, როგორი მენა იწოვს ყველაფერს. მე შეიძლება აი თქვათ მე ან ნებისმიერი ცნობილი ადამიანი ვიღაცას უყვარს რა, მაგრა რა, ხო, ბავშვს. ხო არის რა მსახიობები უყვარს. მე ნახე უკვე რაღაც თითქოს აი გმირივით არის რა, რომ აი საიდან გამოვიდა გმირია. მეც მინდა გმირობა ყველას უნდა, რატო არ უნდა და ნახე როგორი გზა არის. მეც ეს ამ გზას გავივილი და გმირი გავხდები რა. ანუ ხდები ერთი კუთხით, რომ კარგ საქმეს შეიძლება ემსახურებოდეს, რომ ვიღაცას მივცე, მე მაგალითი რომ შეიძლება აქედან რაღაცა, მაგრამ მეორე მხრივ რას ვაკეთებ? შეიძლება ბევრად უფრო დიდ ზიანს ვაყენებ. იმ ადამიანებს, ვის ჩვენ მომავალ თაობას და წეღანო ვთქვი, ჩემი მიზანია რომ რაღაცნაირად თუ მოახერხებ ჩემი ცხოვრების განმავლობაში დავტოვო მაინც რაღაცა პატარა კვალი, რომ ჯანსაღი მომავალი თაობა გაიზარდოს რა. და ჯანსაღი მომავალი რომ იცოდნენ რამდენად ცუდია ყველაფერი რა. მომხიბლელობა რო დაკარგოს. ეგ არის, ანუ მომხიბლელობა ხოლმე დაკარგოს. ვერ დაკარგოს, იმით რომ მე ვიღაცას ვთქვა რომ ცუდია. ამიტომ ეგ ანუ თვითონ ეს პრევენცია ძალიან ფრთხილი და ისეთი სათუთი თემა არის რა. არ მუშაობს არც ერთ შემთხვევაში ცუდია. პრევენცია როგორ უნდა მოახდინო ჩემთვის? აი მე მაგალითად ვამბობ, გავდივარ აი იმ პრობლემებს, სადაც Twitter რწმენა არ მაქვს და ვთქვა ვამბობ, კვებითი აშლილობა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვარ კმაყოფილი ჩემი ყოველდღიურობით ამ კვებითი აშლილობებით ვსკდები იმდენს ჭამ და რაღაც მომენტში გამიელვა ფიქრმა, რომ ხო არ მეცადა სხვა რამე სუბსტანცია ვთქვა ვამბობ. შენ როგორ ახდენ ამის პრევენციას? ანუ ჩემი ცნობიერი იმდენად უნდა ამაღლო, ესე იგი რომ მე მივხვდე რომ შენამდე მოვიდე? შენ უკვე იძახი რომ რაღაცა ისე გაქვს, რო ქვია, უკვე პრობლემა მის წინაშე დგეხარ, ხო? ხო, ანუ რა უნდა როგორ გადამარჩენ და ბავშვებისთვის. პრევენცია მუშაობს მოზარდები და ბავშვები. სანამ ანუ მე ვშო? სანამ ანუ ვშო როგორ? ჩვენი თაობა აი გეტყვი. სანამ პირველად შეეხება რაღაცას. ხდები? რა არის პრობლემა, ხო? არ ვიცით არავინ არ მასწავლიდა სკოლაში რომ რაღაც რა არის ემოცია. ხო, ჩვენი ბავშვობა როგორი იყო, რომ ისე რა ქვია, არ უნდა გეშინოდეს კაცს. ანუ კაც არ უნდა ეშინოდეს რა და მეშინია ბავშვობა რაღაცების მეშინო და მილიონი რამის. მაგარი მშიშა რა ვიყო, მაგრამ არ შეიძლება ვიცი. აი ჩემ თავსაც ვერ იმოშორ რას ქვია გეშინია და კაცი არ ახარ, ხო? всё უკვე ამებს ვიწყებ დახშობას ამ ემოციების, ხო? მე საზოგადოებისგან მოწებებული ის პლუს ჩემი რაღაცა თვითონ ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური თანდაყოლილი პრობლემები, ნუ ეს ჩემსაც ვიძახი პირადს. და ეს ყველაფერი ამ ყველაფერს მიყვება იქამდე რომ სადღაც რაღაცა უნდა ვიპოვო. ნუ რა ვიცი, ამ შემთხვევაში იყო ალკოჰოლი, ხო? და რა ვსვავდი რა. ხანდახან რაღაცა თქვა ანტიდეპრესანტებსაც მოვიხმარდი. ხანდახან შეიძლება რაღაცა სუბსტანციებსაც მოვიხმარდი, მაგრამ პრობლემა ეგ არის. ალკო დამოკიდებული იყავი, ანუ? ნუ ალკოც კი. ნუ რა ვიცი, როგორ იყო იცი რომ ყველაფერს არ მქონდა პრობლემა. კი, ესე რომ რაღაცა განსაკუთრებით რომ ჩაეუდა, ეს არის თან ჩვენთან როგორ არის? ხო, ალკოჰოლი მოსულა რა პრობლემაა. ხო, რა, სულს. ოღონდ რაღაცა იმას არ გაეკარო და ხო, ოჯახებიც ეგრეა, სვას, ოღონდ იმას, რატო ყტება კაცი რა? რატო სვას ვერ გავიგე, ხო? ვითომ არ არის პრობლემა. სახში იყოს ლიჟბი, რავი, მოციოს ოღონდ ხელი არ შეუშალო და ადამიანი წევს იზოლაციაში მარტო ეწევა და ყველა კმაყოფილია, ხო? ნუ ცოტა სიგიჟე არის და დამოკიდებულება არ არის ერთი ადამიანის პრობლემა ოჯახში. აი გუნა თანადამოკიდებულება რას ნიშნავს? თანადამოკიდებულება ზუსტად იგივენაირი ამბავია, როგორც დამოკიდებულება. უბრალოდ უფრო ბერთული არის თანადამოკიდებული ადამიანისთვის იმის აღიარება, რომ თვითონ რაღაცა შესაძლებელი აქვს. ხო, ძალიან ხშირია ესეთი, რომ ამას დაეხმარეთ, შვილს თუ ქმა, რა ვიცი, რა მშობა აქვს. და ყველაფერი კარგად იქნება. არა და ეგრე არ მუშაობს რა. არ მუშაობს, იმიტომ რომ ჯერ ესეთი ინფორმაცია არ აქვს. ძალიან ახალი თემა არის ეს. ჯერ ამ ხელა ხო სტიგმა და ტაბუა დევს ამ თემას, რომ ჩუმად არავინ არ გაიგოს და რაღაცა ის საზღვარგარეთ არის ჩემი შვილი წასული სამუშაოდ და ამიტომ ყება კაცი ნარკოლოგიურშია და რაღაცა და ეს და ვირა კარგად არის დედიკო და შეფუთვა და რაღაცა და ალებს მე გადაგიხდი, ოღონდ არავინ არ გაიგოს და
რას შვება თანადამოკიდებული ადამიანი ამით? უბიძგებს დამოკიდებულს, რომ იქ დარჩეს ამაში, იქიდან არ გამოვიდეს. რატო გამოვა ეხა? ვალებს მიღწავაგებ 200.000 გამიყიდეს რაღაც დედა თუ ვინც არის, ბინას გადამიხდიან ვალებს, რაღაც მე წევარ და ცუდათა ვარ, ვიძახი და მე მოგცემ ფულს, ოღონდ შენ რაღაცა და რა მიბიძგებს გამოჯამდელებისკენ. არ გადავდგავ მაგნაბის რა, გამორიცხულია. ხო და ჩემი ამბავი ესე იყო რომ უბრალოდ ბოლოს სადღაც მივხვდი რომ პრობლემები მაგა იგი ცხოვრებაში რა ხა შვილებიც ყავს ცოლიც გადასარევი ყველაფერი და საქმეც ჰქონდა და ეს გარედან ძალიან კარგად არის რა მიტყოდენ და იძახდნენ ადამიანს მაგრა არის ჯოი მაინც სულ რაღაცა ფული აქ იმქონდა აი საქმესაც რაღაცნაირად იწყებ ბოლომდე ვერ მიყავს და სულ მე პირველად რომ მითხრევს დამოკიდებულ ადამიანს ბოლომდე არაფერი არ მიყავს სადღაც შუაში აი ზუსტად დავიწყებდი რაღაცას დიდი ენთუზიაზმით შუაში უკვე მე კიდე დავანგრევდი ამ ყველაფერს მე თავიდან აი ეს ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებდი მაგრამ ეს იყო ყველაფერის ხვისი ბრალი ან რა ყველაფრის ბრალი გარდა ჩემი შეხედულებებისა და ჩემი მოქმედებებისა რა სანამ ნუ საბოლოოდ რაღაცა მართლა პრობლემები არ შემიქმნა სერიოზული და არ მივხვდი რომ რაღაცა მაგ აქ შესაძლებელი რა ვაფშე არაფერი სხვა პრობლემა არ არის აქ ამაკ რაღაცა მჭირს თუმცა ეს რა მჭირს არ ვიცი და უკვე იყო რა რაღაცა ცენტრები ადამიანები ვინც რაღაცა ამ მასე უკვე ლაპარაკობდნენ რა რომ დამოკიდებულება არის დაავადება და ეს არის იმ რატოა დაავადებას რო ვიძახით რაღაცაზე რატო ვიძახით ხო სიმპტომები აქვს ხო რაღაც რა ვიცი გრიპი რო გვაქვს ერთნაირი რა ყელით კი ვარ ხო მე ეს და ერთნაირი გვაქვს ხო რა დაავადებიდან რო გამოჯამწვა ამასაც სიმპტომები აქვს კი მაგრამ ეს არის ქრონიკული და პროგრესირებადი დაავადება ამიტომ ნახე რა საინტერესოა ხო საშიშა ჟღერს რა რომ აუ ქრონიკული და თან პროგრესს განიცდის ხო всё მეშინია უკვე აღარ მინდა არ გამოჯამთელების დაწყება მირჩევნია ეხა ამაში ვიყო რაშიც ვარ ხო უკვე ვიცი რა ჩემი ცუდი სიტყვის ხმარება მინდა ჩემი ტალახში მირჩევნია რომ ვიყო ვიდრე ბიჭო მეებს მეუნებიან რომ სულ ესე უნდა სულ მექნება პირიქით ნახე ეგრევე მე ესე უყურებ რომ პირიქით ეს მაძლევს საშუალებას რომ განვითარდე და რისთვის დავიბადეთ ადამიანები თურმე ხო რომ რავი სულ განვითარდე სულ რაღაც ახალი ვისწავლო ხო მთელი ცხოვრების გამო არ მთავრდება ეს სწავლა ხო არის სწავლა სიკვდილამდეო რა ზუსტად ეგრეა სულ მოჭიმული არ უნდა იყო ვაფშე არ უნდა იყო მოჭიმული ნახე რაღაცა იმ მოღამს რო უჭერ უკვე შენ დაავადებასაც სწავლობ რა ანუ საიდან როგორ ანაირად გიტევს რა და მაპატია რომ გაწყვეტინებ და ალკოჰოლს მოიხმარ ცოტა აი ხანდახან მაინც არა ალკოჰოლს კი არა ვალერიან კავარდამილია 3 წელიწად ნახევარი ვაფშე არაფერს და არაფერი საჭირო არ ამდენი წელი ვეწევდი სიგარეტს ბევრი წელი ეხა სიგარეტს აღარ ვეწევი ჩემთვის ეგ უფრო დიდი სასწაულია ვაშინების მე რამეზე იმიტომ რომ ჩემი თავი არ წარმომედგინა სიგარეტის გარეშე და წეღან თქვი საწყისში რომ თავისუფალი არასდროს არ ყოფილვარ მეთქი რა და ეხა თავისუფალი კი მე მინდა ყველაფერი მაგრამ მიყვარს მაგრამ ევასება აი კაროჩ მაგრამ არ ვაკეთებ აი რატო იმიტომ რომ აზიანებს იმიტომ რომ ფლობ უკვე ჩემ თავს რა მეტი რაღა არის მინდა როგორ სიგარეტს მოწევაც მინდა ხანდახან დალევაც მინდა ის რაღაცა მაგრამ ვიცი რა შედეგები მოყვება ჩემთვის ხო და არ ვაკეთებ და მან ძალიან დიდი ის მოდის რა ქვია თავდაჯერებულობა რა ძალიან დიდი ნებისყოფა არ უნდა როგორ გამოიმუშავა ნებისყოფა დამოკიდებულ ადამიანს აქვს ყველას მე თუ მკითხავ და ჩემი ეს არის შეხედულება ეგეთი რომ მოხმარები აი ნებისყოფა არა გაქვს ძალიან დიდი ნებისყოფა აქვს მაგრამ არასწორი მიმართულებით არის მიმართული საერთოდ დამოკიდებული ადამიანი მე რასაც უყურებ და როგორც ვაკვირდები და ჩემი გამოცდილებაც დაჯილდოებულია თითქმის ყველა არ ვიცი 95% მე ვისთანაც მაქვს შეხება რომ გამოჯამთელების პროცესს რო იწყებს ძალიან დიდი ნიჭით დაჯილდოებულია ყველა და თვითონაც არ იციან და უცბად რაღაცას აღმოაჩენს ზოგი რა ვიცი ხატავს ზოგს რა ნიჭი აქვს ზოგს ყველას მაგრამ არასწორი მიმართულებით არის მიმართული რა მე აი რა კარგად ლაპარაკობ ხო მითხარი ლაპარაკის ნიჭი და სხვათა შორის მეუნებოდნენ რომ ეს რო დავიწყე ისა კარგად გამოგდისო თვითონ ამ ხალხთან ლაპარაკი. ანუ კომუნიკაცია არის შენი ნიჭი. კომუნიკაცია და რაღაცა ეს ეხლა ჩემთვისაც რა ფსიქოლოგი მთელი ცხოვრება იყო რა რომ
ვინ არ უნდა მასწავლოს მეთქი რომელმა ფსიქოლოგმა რომ ჩემი თავის მე არ ვიცი ხო ეს შეხედულება მქონდა დღეს ვაფშე ამოყირავდა ეგ ყველაფერი რა პირი იქით მე თვითონაც რა ვიხან ფსიქოლოგთან დავდივარ ამ პროცესში ვარ ჩართული რა და ეგ ისიც აღმომაჩნდა რა რომ რაღაცნაირად როცა ვისაუბრები ბენეფიციერს აი კარგად ხედავ და გძნობ რა იმის რაღაცებს რა ძალიან სწორ რაღაცებს ხო ძალიან სწორ რაღაცებს თურმე ვაკეთებ ახლა სხვისგან მოვისმინე ვისაც ვენდობი პროფესიონალებისგან რომ ეგ ნიჭი აღმომაჩნდა რა და ამიტომ ჩავერთი ამ საქმიანობაში ეგ ძალიან მაგარი ნიჭია ხო და მაგრამ ანუ ადამიანებს აგრძნობინებ რომ მარტოები არ არიან იმაში რასაც განიცდიან და უკვე იწვევ ძალიან დიდ ნდობას მაგითი და რაღაც მომენტში უკვე და რაღაცნაირად ყველასგან ვიღებ ის იმას რომ ძალიან სიმშვიდე მოდის შენგან რა და მაგრამ მიკვირდა ეგ სულთან ეხაც მიკვირს იმიტომ რომ შინაგანად არ არის ეგ ხაოტური ხარ შინაგანად ხო სულ რაღაცა არის ეგ შიგნით და როგორ გამოდის ისე რომ სიმშვიდე მოდის ჩემგან ცოტა მიკვირს მაგრამ შევეჩვენელნებ რა აი ცოტა ქარიშხალივით ხარ შიგნიდან და დავშვიდები ცოტა მაგარი კი სულ და რითი ებრძვი არა აღარ გიწევს ბრძოლა ხო თქვი ტკბები ამ შენი ქარიშხალი აი ეგავარ რა მე ვიღე ჩემი თავი ისეთი როგორიც ვარ მაგრამ რა არის ნახე მე მგონი წეგან გამიწყდა აზრი რომ ვიძახდი რომ ქრონიკული და პროგრესირება დაავადება და ცოტა საშიშად ჟღერს მეთქი პირიქით ხო საშუალება მოკრო განვითარდი ანუ ეს ყოველდღიური პროცესია მე თუ ვიცი და ვაღიარებ და ეს ფაქტია ჩემთვის რომ დამოკიდებულება არის ქრონიკული და პროგრესირებადი დაავადება, ესე იგი მე ყოველდღიურად ჭირდება რაღაცეების კეთება. ოღონდ ეს რაღაცეები არ არის მოდი ცუდი რაღაცეები. პირიქით. ერთადერთ რამეს მთხოვენ, რომ ჩანსაღი რაღაცეები ვაკეთო. რა არის? ხო, დროზე დავიძინო, დროზე გავაგვიძო, სპორტით დავუკავდე, ჭამო ნორმალურად და ჩემ თავზე ვიმუშაო რა რაღაცებს დავაკვირდე. იქ ემოციები იქნება, იქ რაღაც გავაზიარო, ფსიქოლოგთან ვიარო, დავწერო. უკეთესად გავიცნო ჩემი თავი. და პირველი კითხვა რო დამისვი, ხო, მარტო როჩი რა არის? ყოველ დღე მე ვაფშე ხო ადამიანი ვარ, ყოველდღიურად რა, და ეგ ძალიან მაგარი რამე არის რა. არ არსებობს ახლა დღეს ხო ვარ რაღაცნაირი, ხოლმე გავიღვიძებ უკვე ცოტა სხვა ვიქნები. იმიტომ რომ დღევანდელი გამოცდილება დამემართა, მარტო ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ხო? და უკვე სხვა ვარ. ანუ მე გუშინ თუ რაღაცა ვიწექი და რაღაცა ჩემ და ვინა ვარ მე თუ მაგკითხოს აღარ უსვო ხოლმე ჩემ თავს. დიდად აღარ შევდივარ ჩემ თავთან დიალოგში და პოლემიკაში. არ უსმე რა დიდად რა ჩემ თავს რა. იმიტომ რომ ერთი ესეთი ის არის რომ რომელმა თავმაცო პრობლემები შეგიქმნა იგივე თავი იმ პრობლემებს ვერ მოგიგوارებს. ანუ რა არის ხო ეგ მჭირდება მე სხვა ადამიანების რაღაცა. ანუ ან გამოცდილებების გაზიარება, ან კითხვების დასმა რომ მე რაღაცნაირად საღიაზრი მოვიდეს რა იმიტომ რომ მე ერთხელ უკვე ვნახე რომ ამ ჩემმა თავმა რაღაცა პრობლემებამდე მიმიყვანა ხო ხო და მე ამას უკან არ გამოუყვანივარ და ეს ისევ იმას ჩარლიჩობს თვითგანადგურებისკენ მიდრეკილება ახასიათებთ კიდე დამოკიდებულ ადამიანებს რა ძალიან ხო და სულ ტვინი მაგას ჩარლიჩობს რომ სადღაც იქით მიგაბრუნოს უკან გაგანადგუროს ამიტომ დიდად ეხა რო გითხრათ რომ უსმენ მეთქი ჩემ თავს არა კი მე ვცდილობ უბრალოდ გამოვიკვლიო ემოციები საიდან მომივიდა, იმიტომ რომ ემოციების კონტროლი ჩემთვის წარმოუდგენელი ეგეთი რამე არ არსებობს, იმიტომ რომ ემოცია რო შემოვარდება, თავარი ჩემთვის არის რომ რეაქცია მქონდა, როგორი რეაქცია მექნება თავი. ეხა ემოციები მაგ რაღაც სისულელად შეიძლება ისე გაუბრაზდე, რომ ნუ სხვა ადამიანი ვხვდები რა. მანდაც კარგად. სხვაჩვენს ეგ გეტყობა რა ფეთქებადი ხარ. ბრაზე მეტყვა. გეტყობა. ძალიან კარგი. არა მართლა ხანდახან რაღაცა ის სულელეზე იუსპოთ რომ შემოვარ მე თვითონ გძნობ ხო ეს შიგნით რაღაც ცეცხლიანთია თავში მიჭერს და მანდ უკვე ვეუბნები ჩემთავს რომ ხა ვაფშე ხმა არ უნდა ამოიღო. ამიტომ როგორც არ უნდა შევეცადო რომ მე კონსტრუქციულად თქვა რაღაც არ გამომდის რა. ნუ არ გამოდის. ამიტომ რაღაც ინსტრუმენტებია ხო პაუზა ავიღე ცოტა ხანი რაღაც კარიერა გამოიარე. ხო გავატარე რა არ არის აუცილებელი ვე გეცე ეგრევე და პასუხი გაქცე რა. რავი შეიძლება ცოტა ხანში გაქცე უკვე რომ ცოტა დამშვიდდება თავი და მე უფრო კარგად გამოდის და ამიტომ ვიძახი რომ ჭიდაობა აღარ მიწევს თქვა ეგეთ რაღაცეებთან რა შე უკვე ვიცი გამოცდილებაში მაქვს რა ერთხელ ვცადე ესე კაია
ისევ ცადე ესე არ გამომადგა, ხო? არ მომწონს უბრალოდ. თუ რაც არ მომწონს უკვე ნახე არჩევანზე მივდივარ რა. დღეს ჩემი არჩევანია რომ არ ვსვავ ალკოჰოლს, არ ვსვავ არანაირ რაღაცა წამალს და ეს ჩემი არჩევანია რომ სიგარეტსაც აღარ ვეწევი. ხო, ეს უკვე ჩემი არჩევანი. არავინ არ მიგრძელავს, არავინ თოფით არ მადგას რომ შენ თუ ამას გაკეთებ და რა. უბრალოდ მივედი იქამდე რომ დღეს გახდა ეს ჩემი არჩევანი. და ეგეც ძალიან მაგარია. მან გძნობ კიდე თავისუფლებას რა. შებოჭილი არა ვარ. აი დაძაბულობაო შენ მე მგონი მკითხე ხო რაღაც სულ დაძაბულ არა რატო იმიტომ რომ ვიცი მე ყველაფერი შემილია რომ გავაკეთო მაგრამ არ ვაკეთებ იმიტომ რომ მაგრამ მაინც მგონია რომ ჩარჩოებში აქცევ საკუთარ თავს და გონებას ვაფშე აბა რა მხრივ რატო ნუ აი შინაგანი დისციპლინისთვის ბევრ რამეს აკეთებ რა დისციპლინა აუცილებელია მაგარია ცუდი რითია ცუდი შეიძლება არ იყოს მაგრამ კარგიც მე ვაძლევ ჩვენ თავს იმის უფლებას რომ ხანდახან რა გვიან დავიძინო გვიან გავიღვიძო დავარღვიო ეს დისციპლინა მაგაშიც არა ვარ შეზღუდული რა ანუ არ გეშინია იმის რომ დაარღვიო დისციპლინა არა თავს ვაკვირდები რა ხდება თორე რა მაგ ხოლმე რა პერიოდები რომ ხანდახან რომ დავარღვიო მაგრამ არ მომწონს ეს მდგომარეობა რა ჰე თუ არ მომწონს ვიცი ეხა ამას ვაკეთებ დისციპლინა დავარქვათ რაღაცეებს ვაკეთებ და კარგათავა. სულ კაი ხასიათზე ვარ. ვიღიმი ენერგიაზე ვარ და ისე არა ვარ რა, ისე რაღაცა ბნელა. სულ ღამე არის რაღაც. ხო და მე მაგის არ მომწონს. მე მაგის დამტკიცებას ვცდილობ ხოლმე, მაგრამ მე ჩეხავენ რა და მაინც ვცდილობ. რა დამოკიდებული ადამიანი მე როდესაც გამოდის ამ დამოკიდებულებიდან სხვა რაღაცაზე ხდება დამოკიდებული აუცილებლად. შეიძლება ეს იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელზეც ხდები ობსესიურად დამოკიდებული რაღაც მომენტში, იმიტომ რომ ეგ არის გადარჩენის გზა, იმისთვის რომ იქით არ გაიხედო. აი ესე მგონია რა და ჩამჩეხერა. მე გეტყვი რომ საერთოდ არაფერზე ვარ ობსესიურად. კაი, ახლა ობსესიას გამოვაკელი ობსესიურად დამოკიდებული ხარ. არ ვიცი რა, ვერ გეტყვი. ყველაფრის უფლებას ვაძლევ ჩემს. აი, თქვათ ვამბობ. აი ხა შენ რომ ის წესები, თქვათ რა საკუთარ თავს ჩამოუწერე, რაზეც ამბობ რომ არ ჩამოუწერე, მაგრამ ჩამოუწერე, რომ იმ დროს დაიძინა და აი ყველაფერი რომ დაარღვიო ერთი თვის მანძილზე, დისკომფორტს ხო განიცდი აუცილებლად. ხო გადაწყვეტ რა ურასაშინელებაა ესე რომ ვარ. აღარ მომწონს საკუთარი თავი ეს აღარ დაიწყება თვითგვემა. თვითგვემა დაიწყება თუ არა არ ვიცი. ცუდი ფიქრები შეიძლება დაიწყოს გამოუძინებელი რა. არ მომწონს ეს მდგომარეობა. მარტივად უყურებ. მე ძალიან მარტივად. ხო და ადრე არ მოგწონდა სიფხიზლე. ო, იმიტომ რომ არ შემელო. ხო და ხვდები რომ ადრე სიფხიზლე არ მოგწონდა, ეხლა არ მოგწონს გამოუძინებლობები და კიდე ბევრი რაღაცა არაჯანსაღი. ხვდები შეტრიალდა რა. მე ცუდია. არ არის ცუდი, მაგრამ ეგეც ხო დამოკიდებულებაა. მაგას ვარ, რადგანაც კაი რაღაცა, სალათის ფურცელი რომ ვამბობ რომ დავჭამო ყოველ დღე, იმიტომ რომ კარგად ვიყო და სალათის ფურცლის გამო რომ წეწავ ვიღაცა ქალს. თქვათ დამოკიდებული არ ვარ სალათის ფურცელზე. ვარ დამოკიდებული. სალათის ფურცელს თუ ჭამ გიჟივით დამოკიდებული ხარ. მაგას ვამბობ. წყალსაც რო ვსვავდე იმას რა ქვია 15 ლიტრას, ცუდია რა თქმა უნდა, მაგრამ ნახე ბალანსი. ძალიან რთული რამე არის ცხოვრებაში ბალანსი დაჭერა. ბალანსი დაჭერი. არა რთული ეგრე. ძალიან მაგრამ მიჭირს რა, მაგრამ მაგას ჩავრიჩობ, რომ რაღაცნაირად დავაბალანსო ჩემი ცხოვრება. ეხლა მე მაგალითად შენ გიკეთე პატარა ანალიზს და მე ვთვლი, რომ შენ ხარ მაქსიმალისტი ადამიანი. რომელიც თუ ფსკერზე უნდა ყოფილიყო, აი ყველაზე მოოქროვილ ფსკერზე, ყველაზე სვეცკად. და თუ სიმაღლეზე უნდა იყო, რაღაცის აქაც მაქსიმალურად მოკლედ მოწოდები. სიმაღლეზე ხარ ჩაკოპწიებებული, აქ პატარა ღინღელი არ მქონდეს, აქ ძაღლის ბეწვი არ მქონდეს, აქ რაღაცა ყველაფერი მოწესრიგებლად, ყველაფერი გაუთავებული. მე თვითონაც რაღაცა დღეს დილით ტოსტი უნდა ვჭამო და ომლეტი, აი ცოტა ეგეთი ხარ, არა? პერფექციონისტი ხარ რომ მეუბნები. მაქსიმალისტი ხო? არ ხარ? ვარ, შეიძლება. შეიძლება კი, შეიძლება არა. არა. და ჯანსაღ ცხოვრებაზეც არის დამოკიდებული. მაგრამ ეგ ძალიან კარგია, თუ არჩევანი შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, ჯობია რომ ჯანსაღზე გავაკეთოთ. რას გულისხმობ ჯანსაღ ცხოვრებაში? იმას, რაც არ გვნებს. გავიგე. მაგრამ თვითონ დამოკიდებულებას. ნახე არის როგორი რამე. რასაც იძახდი რომ დამოკიდებული ადამიანი დაამთავრებს მოხმარებას რაღაცაზე, რაღაცით ამის ჩანაცვლება ხდება. კი, ხდება. მაგალითად
ჯიმში სიარული გიჟივით. დღეში სამჯერ მიდიან ხოლმე, ნუ ვიცი ეგეთები, ანუ რაღაც ყოველდღიურად, ნუ ის ძალიან აქტიურად რა, ჯიმში. ჯანსაღი კვება მე უცბად შემოდის, რომ ის ჭამო მე. როდესაც მე ამას ვარ ღვევ და ხვდები ცუდად, მაშინ არის პრობლემა. ხვდები? ანუ აი შენ რო სადაც ფურცელი არ ჭამო. და ვაიმე ცუდად ავა. შენ ცუდად არ გახდები ეს ყველაფერი დაიკიდა? არა, მიდია, რავი, დღეს და გხვალ და ერთი კვირა რო დავარღვიო რაღაცეები, არ გავხდები ცუდად, პროსტა ერთ კვირაში დაუბრუნდები, იმიტომ რომ მე ცუდად გახდები. არ მსიამოვნებს ის მდგომარეობა. ის კი არა ვარ, რომ ვაიმე ხა ეს რა მომივიდა და ეს როგორ გავაკეთე და როგორ ჩავაგდე და ეს გვიან როგორ და თვით გვემა რასაც ქვია, ხო? მაგაში არ მივდივარ. არა, პროსტა არ მომწონს ის მდგომარეობა რა. არ მომწონს. ესე მირჩევნია. თუ მირჩევნია, მოდი ამას გავაკეთებ რა. თორე რა ვიცი, ეხაც რამდენიმე ხნის წინ ერთი თვე, რავი, 2-ზე ვიძინებდი, 3-ზე, იმაზე. ერთი თვე გაგრძელდა და ბოლოს მივხვდიო, ბიჭო, რაღაც ვერავარ კარგად რა, იმიტომ რომ საქმის კეთება აღარ მსიამოვნებდა. იქ რაღაცა ყველაფერი მეზარებოდა, ცოტა რაღაც თითქოს დეპრესიისკენ წავედი. არაფერი არ მომწონდა. რა ხდება და რავი, ესე ვცხოვრობ. ეს ცხოვრება არ მადგება მე რა, იმიტომ რომ ახე ისე მივდივარ იქამდე რომ დამოკიდებულება რომ ბიოლოგია და ტვინი და ამბავი ვეღარ რა ამას ვეღარ მე არ ვეხმარები ჯანსაღად რაღაც ჩემ ორგანიზმს რომ გამოყოს ეს საჭირო ჰორმონები რაც მაძლევს мотиваციას რომ რაღაცები ვაკეთო რაც ხიარულ ხასიათზე მაყენებს აუ იცი რა მაინტერესებს ამ დაასრულეთ მკითხე ძალიან დიდი ძალა და ნებისყოფა კიდე ჩემი აზრით რა სჭირდება იცი როდესაც შენ იყავი დამოკიდებული მე რო უსმენ ადამიანებს კონკრეტულად დეტალურად აღწერილ იმ ემოციებს რომელიც აი ქართულად როგორ რომელსაც უკან მიყავ ხარ იმ მომენტში როდესაც შენ არ იყავი არაფხიზელი ხვდები როდესაც არ იყავი ფხიზელი და რეალურად თავიდან გადიხარ იმ განცდებს როდესაც ადამიანი წინ გიძის და ამ ყველაფერს გიყვება შეიძლება ძალიან დებილურად დავალაგე წინადადება მეგობრებო მე ხვდი რა სვა ანუ მდგომარეობაში გაბრუნებს რა იმ მდგომარეობაში მაგალითად ვამბობ აი დეპრესიაში პანიკური შეტევები მე როდესაც მქონდა მე რო გამოვედი ამ პანიკური შეტევებიდან იმ ადამიანების ენერგიასაც კი გრძნობდი ვისაც შეიძლება პანიკური შეტევები ქონოდა და მაგათგან გავრბოდი და არ მსიამოვნებდა ვიღაცა თუ მიწებდა ლაპარაკს აი ესეთი პანიკური შეტევები მოხდა ასე შემდეგ იმიტომ რომ მე აუცილებლად მაფლეშბექებდა და მაბრუნებდა რა იმ მდგომარეობაში და ძალიან დიდი ნებისყოფა უნდა იმიტომ რომ შენ ხო ზიხარ და ხალხს უსმენ ხოლმე რა ამ პრობლემებს კი და აბსოლუტურად არანაირი ის არ გაქვს ხო თანაგრძნობის გარდა ანუ რას გულისხმობ რომ აი როცა თქვა მე კონტაქტები ადამიანს რომელიც ამ პრობლემას ებრძვის მე მეწყება თუ არა რაღაც ცუდი შეგრძნებები არა იმიტომ რომ ერთი კაი ნათქვამია მხოლოდ გაცემით შეგვიძლია შევინარჩუნოთ ის რაც გვაქვს ანუ მე ეს რაღაცა მივიღე ხო რაც მაქვს და მაგრა ასწორებს და ამის გაცემა ჩემ მაგიტო ვარ დღეს ამ საქმიანობით დაკავებული იმიტომ რომ ესე ცხოვრება უკეთესია და მაგარია და რაღაცა ბედნიერება არის და მინდა რომ იგივე გავცე ივიტანო ადამიანებამდე ეს ხმა რომ აქედან არის რა გამოსვლის შესაძლებლობა და პირიქით არის კი არა ნუ ეს არის რეალობა და ეს ტაბუ მოიხსნას ცნობიერება ამაღლდეს ისე აი შენ ალბათ ბევრი ადამიანი გიცნობდა ისე როგორც არაფხიზელ ადამიანს ხო არა 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 არ გიცნობდნენ როგორც არაფხიზელ ადამიანს არა ანუ უბანში თონეში არა არ გიცნობდნენ არა ნუ ეგ საერთოდ არ გამოცდილება საერთოდ არ გაქვს სადაც უი ხედავ როგორ მოიხოდა ანუ ეგ არ არის შენზე არ არის ხო მომენტ ვერ იტყვი ეგრე რა მაგიტო არის რომ თავიდანაც თქვი რომ არ არის დამოკიდებულება მაინდა-მაინც რომ აი მე და როგორი მოხმარა ეს წყალწაღებული იყო ვიღაცებს არის რა თქმა უნდა ის რა ქვია мотиваცია რომ აი მე ეს თუ გამოფხიზ და მეც წავა და არიან ხო ეგეთი ადამიანები ვინც მართლა რომ ხო შენი кейსი არ არის ეგეთი არა მაგრამ ფაქტია რომ დამოკიდებული ვარ ჩემი ცხოვრება აირ-დაირია ფსიქოლოგიური პრობლემები მქონდა არ ვიცოდი რა მჭირდა რა არ ვიცოდი და გავიგე რაც მჭირდა და მე მაგის მერე დაიწყო ცვლილებები საბოლოო ჯამში რაღაცამდე მიმიყვარ
მე მიყვანა რა, ხო? ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ. რასთან დაკავშირებით? ხალხის წინაშე, საკუთარი თავის წინაშე, როდესაც აი მხალ ნაბიჯები გადადგე. პასუხისმგებლობას გრძნობ, რა თქმა უნდა. ეგ პასუხისმგებლობა არის ის ძალა, რომელიც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ძალა არის პასუხისმგებლობა და ბევრი ადამიანის წინაშე რა. რაღაც მომენტში არ გძაბავს ეგ არა, ვაფშე, საერთოდ. რა მხალ პასუხისმგებლობა გაქვს რა. რა პირიქით მადლიერი ვარ რა მაგისტრის. მაგ კუთხით უყურებს. პასუხისმგებლობის ესეთი პასუხისმგებლობის მადლიერი ვარ. იმიტომ რომ რაღაცნაირად სულ ვიძახდი რომ 40 წლის ასაკში მეთქი გავიგე ვიპოვე ჩემი თავი თქო რა რაღაც ამ საქმეში. ყველანაირი საქმე მიგეთებია რაღაც ბიზნესი ის, მაგრამ უცბად ხო და აღმოჩნდა რომ ვა მე მგონი ამისთვის ვარ დაბადებული. რო აი რაღაც ეს ურთიერთობები და თუ ფსიქოლოგია თუ რაღაც. და მაგარი кайი შეგრძნება. და ზენში ნებისმიერ დამოკიდებულებასთან შეგვიძლია რომ ვიბრძოლოთ. ზენში ნებისმიერ დამოკიდებულებასთან შეგვიძლია რომ ვიბრძოლოთ. გაუმგო. კაი, მაგალითად ვამბობ, აი კვებითი აშლილობასაც შეგვიძლია რომ ვიბრძოლოთ. დიახ. ადამიანზე დამოკიდებულებას. ურთიერთობები კი ბატონო. კვებითი აშლილობა, ურთიერთობები. თამაში, ალკოჰოლი, სხვადასხვა სუბსტანციები და ნივთიერებები. კიდე აი რაღაც არ ვიცი, აი ჭიქებს რო ობსესიურად ვაგროვებდა. მაგაზეც გაწუხებს. რა პრობლემით მოხდა? ხო. აი რაღაცა უნდა გახო, რაღაც უნდა გაწუხებდეს ახლა. რომ მოხვიდე. აი მე მაგალითად რა მაწუხებს, კიდე გითხრა. ობსესიური აი ამ რაღაცა იმებსაც ყველაფრის. კიდე გითხრა მე რა მაწუხებს. მოკლედ რაღაცა პერიოდი წელიწადნახევრის მანძილზე ფაქტიურად არაფერს არ ვჭამდი. აუთ რეალურად გულისხმობ მაგას ვჭამდი მარტო მოხარშულ კვერცხს და მწვანე დორიტოს. დღის მანძილზე მარტო ამ რაღაცებს ვჭამდი. ვიყავი საშინლად გამხდარი და აი ძალიან ცუდ დღეში რა. მე დავიწყე გიჟურად ჭამა. ორგანიზმი ამ საკვებს ვერ იღებდა, იმიტომ რომ გადაჩვეული იყო საკვებს საერთოდ და მეწყება და შეშუპება. და გადავედი რაზე იცი ნაპროვანება საერთოდ ვეღარ განვიცდიდი, ანუ შემეძლო რომ այն რაოდენობით მეჭამა, პირიღია მიყურებდა ყველა და მე მაინც ვჭამდი და მაინც ვჭამდი და მაინც ვჭამდი. ცოტა ხანი ვისვენებდი, იმიტომ რომ ვაცნობიერებდი რომ უხერხულია. ალბათ მე გეონები რამ ხელ რაოდენობებზე საკვების იცი, ანუ ეხაც ეგრე ვარ დამიდექით ვაფშე ყველა ჩემს ვერ შეჭამთ ჩემზე ბევრს. და იცი რა არის, მგონია რომ ცოტა ის არის. ანუ ვჭამ რაღაცა განცდებს რა. ანუ შეიძლება ეგრე იყოს. იმდენს ვჭამ და იმდენად ხშირად. რომ რაღაცას ვჭამ რა. დამეხმარება. მოგზავნით. მოგზავნით ჩემთან და გეხმარებით. აი რატო შეიძლება რომ ნაპროვანებას ვერ განიცდის ადამიანი ხარ? არ ამგონია რომ ეგეთი წელვადი კუჭი მქონდეს რომ იტევდეს მაგდენ რაღაცას რა, რასაც მე. მე ხო რეალურად რაღაც საიდანაც გაქცევა არის რა. მაგას ხა მე ამ უცბად მე ვერაფერს ვერ გეტყვი, მაგრამ გაქცევა ხო რას გაუბიხარ, რა ემოციებს ახშობ მაგითი. საკუთარ თავში შეკითხვები უნდა დაგუსვა? საკუთარ თავი რას პასუხებს გაქცემს ეგ არის საინტერესო. ხო და მაგ რეალობას თავი პირველი ნაბიჯი რა არის რა, რომ ვაღიარო ჩემთან რაღაცა პრობლემა მაქვს და დახმარება მჭირდება. ყველაზე რთული რა არის ადამიანისთვის? დახმარების თხოვნა, ხო? როგორ იწყება გამოჯანმრთელების პროცესი? მივდივარ ვიღაცას რომ დამეხმარე რაღაც, რა გჭირს, აი ეს გჭირს, ეს გჭირს, ეს გჭირს. მობრძანდი და გეხმარები, ხო? და მე ეს დახმარება უნდა მივიღო. მარტო თხოვნა აქ არაფერს არ შვება. კი, ვითხოვე, მაგრამ მივიღე ეს დახმარება, რაღაცა ეს უნდა მივიღო მე. კი არ უნდა მადლობა და გვერდზე გადავდო და ჩემი თავს კი არ დაუჯერო ისო. მივიღო უბრალოდ ეს დახმარება. რაღაცა მაწუხებს, ვითხოვე დახმარება და უფრო მნიშვნელოვანია მე ეს დახმარება მივიღო. იმიტომ რომ თავიდან მგონია რომ ეს მე რაში დამეხმარება. მე არ ვიცი ჩემი თავის უკეთესად. აი ეს ყველაფერს მაწვდის, იმიტომ რომ ტვინის არის ზარმაცი, ყველაზე ზარმაცი ორგანო ვაფშე და ესა სიახლეები, მაგრამ ეზარება რა. არ შეუულია რა ეხა ეს რაღაც ახალი და აკეთე და
ახალი ინფორმაცია მიიღე და ახალი მოქმედებები დანერგე და რაღაცების შეცვალე აზროვნებაში, ხო? ყველაზე მაგრა მუშაობს დამოკიდებულ ადამიანთან კოგნიტურ ბიჰევიორული, ანუ კოგნიცია, ხო იცი რა, რომ აზროვნების ცვლილება რა მოკლედ რა, ჩემი შეხედულებების ცვლილება, ეს აზროვნება რა, კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპია რა, რომ ჯერ შეუცვალო რაღაცა მე აზრები მომდის, მე ამითი მოქმედებ და მიქმნის პრობლემებს. აი აქედან გამომდინარე. მე ხა ეს აზრი რომ მომდის, ამას ალტერნატიული აზრი უნდა დავახვედრო, შეუცვალო. ამას მე მარტო ვერ გავაკეთებ, გამორიცხული. ამისთვის ჭირდება ადამიანების დახმარება, პროფესიონალების, რა თქმა უნდა. მე ამ აზრებს ვახვედებ ალტერნატიულ აზრებს, ამას მე ვცვლი და უკვე მოქმედება სხვანაირია. და ის მოქმედება უკვე პრობლემებს აღარ მიქმნის, რა. აი ესე ნელ-ნელა, ნაბიჯ, მივდივარ იქამდე, რომ ვიცვლები რა. ვიცვლები, მაგრამ ეს მალე არ ხდება, პროცესი არის. და შეიძლება თუ რთული პროცესია თავიდან, მაგრამ ღირს რა. იმენ ღირს. ჩემთვის წარმოუდგენელია, იმიტომ რომ რაღაცა მომენტში მგონია, რომ ანუ წარმოუდგენლად კარგია. მაგას გულისხმობ. სუდი კუთხით არ მithkoms. უბრალოდ მგონია, რომ რამდენადაც აი თვლი რომ წინ გადადგინა ბიჯი, არის დღეები, როდესაც უკან გაბრუნებს და ეს ისინია რა ყოველთვის აი უკან დაბრუნებაში რას გულისხმობ, მაშინ მეც გითხავ. აი ეჭვი სადაც ჩნდება ვარაუდი, სადაც მყარად ვერ გრძნობ თავს ამ შენ გადაწყვეტილებასთან, სადაც იდენტიფიცირებას ვერ ახდენ საკუთარ თავს აი იმ რეალობასთან, რომელიც წინ გელოდება. რეალურად შიშია რა ეს ყველაფერი ალბათ. შიშია ყველაფერი, რაც გვაჩერებს. მეც რავი დღეს მილიონი რამის მეშინია, მაგრამ ვეღარ მაჩერებს შიში და უარს ვეღარ მათქმევინებს რაღაცების გაკეთებაზე. და რა მელოდება არ ვიცი რა, მე უბრალოდ რაღაცებს ვაკეთებ რა. და შედეგები მომწონს. ხანდახან არ მომწონს კაცო, და მე ვიცვლი, სულ რა თქმა უნდა არ მომეწონება ეს რაღაცები. მე ვიცვლი მოქმედებას. და ეს ნელ-ნელა უკვე გამოცდილება დამეგროვდა იმისი, რომ რა მანიჭებს თქვა დღეს ცხოვრებაში სიამოვნებას, როგორი მოქმედებებით ვიღებ სიამოვნებას და როგორი მოქმედებები პირიქით არ მომწონს. ამიტომ უკან დაბრუნება მაგიტო კითხე რომ არ ვეძახი. ეს გამოცდილება. გამოცდილებაზე დიდი სიმდიდრე მე უფრო არ არსებობს. თუმცა ეს სიმდიდრე უნდა გამოვიყენო რა, რაღაც ესეთ შედა რავი, ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს და პროსტა მედოს რა. და არაფერში არ ვიყენ, რა თმინდა, გინდა ყოფილა, გინდა არა. ხო, ეს გამოცდილებაც ეგეთია. ეს გამოცდილება თუ მაგ და დამიგროვდა რაღაცა, თუ არ გამოვიყენე, იყოს რა მე. ვიცი არ მუშაობს. ვიცი და მოქმედებ მუშაობს. ანუ მოქმედების გარეშე არაფერი არ ხდება ამ ცხოვრებაში. შენ რითი ხარ დაკავებული შენ ცენტრში კონკრეტულად რაღაცა მიმართულება გაქვს? ეხა ჩემ ცენტრში დაკავებული ვარ უფრო მენეჯმენტის ამბებით რა. ეხა ამ ეტაპზე რაღაც დირექტორი ვარ, განვითარებაზე ვმუშაობ, რაღაცა თქვა ნარკოლოგიური კლინიკა დავამატეთ, სარეაბილიტაციო ცენტრი გვაქვს, ეხა დიდ ცენტრს ვაკეთებთ დღის და ესეთი რაღაც ამ განვითარდეთ და წინ წავიდეთ და უფრო რაღაცა ერთი მთლიანი ჯაჭვი რო შევქმნათ რა და პრევენციაზე რაც ყველაზე მთავარია, პრევენციაზე ვიწყებთ მუშაობას, უკვე რაღაც ნაბიჯები გადადგმული გვაქვს, ფონდი გავაკეთეთ მაგისთვის, რომ მოზარდებთან, ბავშვებთან, რომ უფასოდ შევძლოთ მათი დახმარება ამ ფონდის საშუალებით, რითი რომ ექნებათ უფასო სპორტული სექციები იქნება, მოლაპარაკებები გვაქვს რამდენიმე დარბაზთან და პლუს ამას ფსიქოლოგების ჩართულობა. ხო, რაღაც თამაშის სახით რაღაცა, რომ ისწავლონ ბავშვებმა ემოციების ამოცნობა, ემოციებზე სახელის დარქმევა, დახმარების თხოვნა, რომ სტრესი და რაღაცა რომ მოხდება, უკვე მზად იყოს ის, რომ მამედ ეს ნორმალურია რა. ეს ბავშვებიდან უნდა ისწავლოს. როგორც ხო დამოკიდებულ ადამიანს რომ ცოდნოდა რომ რაღაცა ეს შიში, ეს სტრესი, ეს რაღაც ცხოვრების ეს ნორმალური პროცესია და მე შემიძლია ვიღაცასთან მივიდე დახმარებავთ, ხო? იქ უკვე აღარ მიმართავს ეს ადამიანი დახმარებისთვის სუბსტანციას. იმიტომ რომ იცის რომ აქეგულება რა, ეს. აი ეგ არის პრევენციის მთელი არსი და მუღა, მოკლედ რო ვთქვათ რა და. აი ამით ვარ დაკავებული რა, რომ ისე ცნობიერების ამაღლება. ჩემი თავარი მოწოდება არის ხოლმე და სულ ტელევიზიაში რაღაცა რომ მეთქი აი რაღაც უფრო მეტი დრო დაუთმეთ რა, რაღაც 5 წუთი, 10 წუთი, 15 თითქოს აი არაფერი რა, რაღაც ის არის. არა და
მე თუ მკითხავ ამაზე მნიშვნელოვანი თემა დღეს არ არსებობს რა, იმიტომ რომ რა ვიცი, გამოვიხედოთ რა. როგორი მდგომარეობა გვაქვს ერში და ქვეყანაში, ემოციურ კუთხით, ხო? ყველას რაღაცა ისა, დაანებოთ ისე ნარკოტიკული შეტევებია. სულ რაღაცა, ხო? სულ ყველა დეპრესია. ხო და ეგ ხო არ არის, ეხლა რასაც იძახდი, ხო, ეკვებითი აშლილობა, ხო, ეხლა ანორექსიას ყველაზე დიდი ლეტალური შედეგი ქონია ფსიქიკური აშლილობებში. მაგრამ ნახე რა არის, რატო არის ყველაზე ისეთი ეს ჩემი აზრით ალკოჰოლი, თამაში, იმიტომ რომ აზიანებს გარშემო ძალიან ბევრ ადამიანს, ხო, ფინანსურად, რაღაც მორალურად და ასე შემდეგ. ეხლა ადამიანი რომ თავისთვის ჭამს და თავის თავს აზიანებს, იქ საზოგადოებას დიდად არ აინტერესებს. ნუ ჭამოს რა. და ამიტომ ვითომ არაფერი რა. ეს სამეულიოდ შემოთვალე, ესენი რაღაცა ისინი არის გარიყულები რა, რო არა და რა, ორივეს ერთნაირად უჭირს რა. უბრალოდ ის თავისთვის არის, ეს კიდე ვერ არის თავისთვის, იმიტომ რომ ფინანსები ჭირდება ავიბას და რაღაცა ისჭირდება. რა, ჭამას უმე გრძალავს, ხო არ გრძალავს ჭამას არა, რაღაცნაირად სწავლობს ადამიანი, რომ დააბალანსოს რა და ეს უფრო ცოტა ადვილი არის რა სუბსტანციებისგან, იმიტომ რომ აქ უარს იძახი რა პირდაპირ. უარი თქვი და всё, მორჩა. და უფრო ადვილი. სუბსტანციები, ალკოჰოლი ის რაღაცა რა და ნუ ჭამა უნდა ისწავლო კონტროლი, რაც ნუ რთულია. ძალიან რთულია. კონტროლი სწავლა ძალიან რთულია ყველაფრის ვაფშე. ხო და ჭამაზე უარს ვერ იტყვი რა თქმა უნდა. ხო, უნდა ჭამო რა. ან კონტროლი უნდა ისწავლო. გააქვს ჰობი? ბატონო? ჰობი გააქვს? კი, ჰობი მაქვს. სრიალი მიყვარს, მაგრამ სრიალი თხელა. კი, ბავშვობიდან, ხო. კაი. და ხო, პადელი ხა ყველაზე. ხო, მოდაშია და მეთქი. პანდახო თამაშობ. თამაშობ ხო? ვიცოდი. ლაითად ხო, დავიწყე, მაგრამ მე დავანებით ხო. და ფობია გააქვს? ის რაც ბავშვობაშიც გქონდა და ეხა. არა. არაფრის. სიბნელეობობა. მაგრამ ობოები იქით. კალია. არა. სიმაღლე. აი სიმაღლე ცოტა მეშინია, ხო. ცოტა კი არა სიმაღლის კარგად მეშინია. სიმაღლის მეშინია. მე რაღაცა ფობე მეშინია რა ვქნა. თუ აღარ მინდა რომ მეშინოდეს ვიცი რაც უნდა გავაკეთო. არის რაღაცა ეს. არის რაღაცები და რომ მიეჩვი, არის რაღაც მოკლედ ტექნიკები. ამიტომ ყველაფერი შეიძლება ადამიანმა მოუაროს, ვაფშე. თავარია რა დონეზე მაწუხებს რა. თუ ეხა არ მაწუხებს რა მეშინია და ხო რა უყო ეხა. არის მაშინ კლდეზე არ ვცოცავ და იქიდან არ ვიყურები ხოლმე, ხო? ეს ცხოვრებაში ხელს არ მიშლის. და რო შემიშალოს მაგრა ხელი, ეხა მაგანო სიმაღლის მეშინია, უკვე რაღაცების გაკეთება შეიძლება რა. მოვიძიებთ მაგ ინფორმაციას, როგორ გავუმკლავდე მაგას. ანუ, საით მიდიო რაღაცა ხელს მიშლის ცხოვრებაში, იმას ადამიანი ნებისმიერ ამას მოაგვარებს. ხო, შენი აზრით თანადამოკიდებულების გარდა არის ყავს სოციუმი, რომელსაც რაღაცა წვლილი მიუძღვის თუ და ჩვენ დღის განწყობაში და ძალიან ბევრ რაღაცაში. შენი აზრით რა უნდა გააკეთოს ირგვლივ მყოფმა ხალხმა, ოღონდ აი გლობალურად ვიძახი რა, იმისთვის რომ ადამიანები, რომლებიც შეისაძლოა დამოკიდებულები გახდნენ, არ გახდნენ. აი, ხვდები რა სკოლის ყოფთობა რა. ანუ რა უნდა შეიცვალოს რა სოციუმში. რა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც განაპირობებს უმეტესად ადამიანების საკუთარ თავში ჩაკეტვას და გამოსავალის სხვაგან პოვნას. მე ისე მიუბრუნდები პრევენციის ამბავს რა და ემოციები უნდა ისწავლებოდეს მე თუ მკითხავ სკოლაში. უნდა იყოს ცალკე გაკვეთილი. ჩვენ ხელობმა რა გააკეთო. ანუ შეგვიგოსო უკვე სკოლაში არ ვარ და შენ მკითხე რომ ის თავიდან რო არ მივიდენ იქამდეო, ხო? ხო. ხო. ანუ თქვენ უკვე მისულები ხართ, თქვენ უკვე დიდები ხართ. ხო და რატო ვართ მისულები? რავი, არა, ხართ ეხლა არ მიყვებოდი ის რა დორიტოს ჭამდი წელიწად ნახევარიო და ძალიან ბევრს ჭამდა. ანუ რაღაცა პრობლემები უკვე გაჩნდა. ყვითელი ვიყავი სახაზე. რატო ხდება? იმიტომ რომ არ ვიცი, მე ბავშვი არ ვიცი რომ ვაფშე რა ხდება ჩემ თავს. ხო, არ აზროს არავის არ უსწავლებია ჩემ თავს ემოციების ამოცნობა, ვაფშე არ ვიცი ეს ემოციები რა არის. სულ ვიცოდით, კარგი, ცუდი, როგორ ახარ კარგად, ცუდად. და всё, მან თავდებოდა, რას ნიშნავს ეს კარგად, რას ნიშნავს ეს ცუდად, არავინ არ იცის რა. ანუ შენ უფრო ადამიანები ერთმანეთის მიმართ უფრო გულისმიერები უნდა ვიყოთ და როდესაც ეხლა შენ ასე ვიძახი რომ თქვა ეხა რა ქნას ადამიანმა ან სოციუმმა, ხო?
ეხა უფრო სწორად გავიგე. ეხლა რა ქნას, თქვა უკვე ამ პრობლემას შეეჯახა და რა უნდა გავაკეთო სოციუმმა, რომ თქვა დაეხმაროს ამ ადამიანს. არ ვიცი სოციუმმა რა უნდა ქნას, მე ვიცი თვითონ ადამიანმა რა უნდა ქნას რა. და მე მგონია ამაზე უკვე ვთქვი, რომ მე რო ვიცვლები და ადამიანი რო იცვლება, შენი გარდა ხო ყველაფერი იცვლება, ნახე, სოციუმი მე თუ მაზიანებს, მე თუ ამ სოციუმში უკვე ნახე მე გამოჯანმრთელების პროცესს რო ვიწყებ, უკვე მე ვიწყებ რაღაც საზღვრების დაწესებას. და ძალიან რთულია მაგ საზღვრების დაწესება, მაგრამ აუცილებელია მე თუ მინდა, რომ ჯანსაღად ვიცხოვრო. ამიტომ რომ გიწევს ადამიანს რა გინდა თუ არა, ხა რაღაცა ცხოვრება შეიძლება ძალიან დიდი ნაწილი გაატარე ერთ და იგივე ადამიანებთან და იქ ხდებოდა ყველაფერი, რამაც პრობლემები შეგიქმნა. და შენ ხა უცბად ერთი გამოხვედი და დაიწყე ამასთან რაღაც გამკლავება, შეცვლა და იგივე გინდა იქ დაბრუნდე და ისინი იგივე საგრძელებენ, ეგრე არ გამოვა. ეგ თავის მოტყუება ანუ შენ შეცვალე სოციუმი? ნუ თავისთავად შეიცვალა რა, ეხლა მეგობრები ბავშვების ყავს, მაგრამ შეიძლება არ ცადე მაგათი წამოყვანა აქეთ? აზრი არა აქვს. ძალით ვინმე წამოიყვანო რა. არავის არ მოეწონა შენ? კი, როგორ არა, რაღაცები არიან, მოდიან რაღაცა ისე და რა თქმა უნდა, რამოდენიმე ადამიანი არის რა. მაგრამ იცი რა არის, ჩემი მეგობრები, ისევ ჩემი მეგობრები არიან, ძალიან მაგრამ მიყვარს მთელი ცხოვრება მაკავშირებს, მაგრამ გადაკვეთის წერტილები გვაქვს ხოლმე ხა. ნაკლები რა თქმა უნდა. ხო, ნუ მე ვაფშე რა იმაში ვარ, მე თან ხანდახან მეცინება ხოლმე ჩემ თავზე და ნუ ზოგიერთი ადამიანი ისევ იმაში არის რა და ვერ უგებთ ერთმანეთს. იმიტომ რომ დიდად ეხა ვერ იღებს რა იმ რაღაცაში ცხოვრები ადამიანი თქვათ ჩემნა თქოს, მე შეიძლება ხანდახან ისე გამომდისო და მასწავლებლურად ლაპარაკი და მახასიათებს და შეიძლება გამაღიზიანებელი კი, ძალიან გამაღიზიანებელი. და ამიტომ ბუნებრივად ხდება ისე, რომ ერთად ვეღარ ახართ რა. შენი ნამდვილი მეგობრობა, შენთვის ნამდვილი მეგობრობა რა არის? ვაუ. ჩემთვის ნამდვილი მეგობრობა. ვიცი ნამდვილი და არა ნამდვილი, მაგრამ მე მგონია რომ ორივე იცი. როგორ არის იცი? ეხლა რაღაცები ძალიან მაგრა შეიცვალა ყველაფერზე ჩემი შეხედულება რა. იმე ამოყირავდა ვაფშე. ადრე თუთლიდი რაღაცას მეგობრობად. ეხლა უფრო მგონია რომ ის არის რა ქვია, ცოტა დამაზიანებელი საქციელია რა. ეხლა ჩემი მეგობრობა არის რომ ვეცადო იმ ადამიანებს, ვისაც მეგობრად თვლი, სიმართლე უთხრა, ოღონდ ისეთი სიმართლე რომ არა დამაზიანებელი. ეგეც ძალიან ხელიყინულია ხოლმე რა, ძალიან და ამიტომ ცოტა რთულია. როდესაც ხედავ და ხანდახან მაგრა არ მინდა ხოლმე რაღაცებს ხედავდე და ეგეთ თავიდან ძალიან მაგრა მაწუხებდა, იმიტომ რომ ეს რაღაცა რომ ეს თემა რომ გავიგე, შევეხე, გამოვცადე რაღაცა, მე სხვანაირად დავიწყე რა, ემოციების ამოცნობა იქ ადამიანებში ეს манипуляცია. თვითონაც რო ვერ ხვდები, უცბად რაღაცა ხედავ და მაგრამ არ მომწონდა რა, მაგიზიანებდნენ და ასე შემდეგ, ან ურთიერთობები მიჭირდა რა. და დამოკიდებულების ერთ-ერთი დამახასიათებელი არის სოციალური ასპექტიც რა, სოციალური რა, არ ვიცი ურთიერთობები რა, არ ვიცი. მე რაღაცები მჭირდება რომ ვიურთიერთო, ხო, აი ამდენი რომ ვილაპარაკო, მე რაღაცა მჭირდებოდა, თიმას გრამი უნდა დამელია, კაცო რაღაც ან დამამშვიდებელი ჩამეყლება, რომ ამდენი მელაპარაკა. დღეს ფაქტია რომაფერი არ მჭირდება, იმიტომ რომ ეგეც ერთ-ერთი გამოვლებაა რა. სოციალური, ხო და მეგობრობა, არ ვიცი, მე ვცდილობ რომ დახმარებას თუ მთხოვენ, დავეხმარო. არავის რაღაცას აღარ ჩრი იმაში, რა ქვია, ჩემ აზრს, რა ყველას თავის ცხოვრება აქვს და მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი მეგობრები ვინც არიან, ნუ როგორ ვთქვა, პულსზე ხელი მედოს რა, თუ დავჭირდი რომ იქ ვიყო. ხანდახან გამომდის, ხანდახან ვერ გამომდის რა. ადრე უფრო, ანუ განსხვავება რო ვთქვა. ადრე ვიყავი ის ტიპი, რომ რაღაც მოდი რაღაც ამოდა, შენ არ იცი და ცოტა ჭუას რო არიგებ ვიღაცას და ასე შემდეგ რა. ეხლა ეგ აღარა ვარ. მაგაში ვერ ხედავ, ეგ არ არის. ეგ უფრო იყო რაღაც საკუთარი მეს დაკმაყოფილება ამ რაღაცა იმისი, რომ ვითომ მე ვიცი ყველაზე კარგად და მე დავეხმარები და მე გადავარჩენ და აი ამაში ვიყავ. სუ, ხო, ეხლა კი არა რომ ეხლა რაღაც ამ თემა და იქიდან გამოგიყვან. ისედაც რა ყველაფერში. ხო და ეხლა აღარა ვარ რა, ჩემთვის ცხოვრობ, ვითარდები, ვცდილობ რომ გავიზარდო და ამ ჩემი მაგალითით თუ ვინმეს გამოვადგები. სიყვარული ძალიან დიდ როლს თამაშობს.
ეგ რას გულის? ფეხზე დადგომაში, გამოჯანმრთელებაში, მაგას ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქ გვერდზე ვინ გიდგას რა. რა თქმა უნდა. მე ვამბობ ქორწინებას მე უგულეს გულისხმობ რა. რა თქმა უნდა, უდიდესი. და ჩემი ძველი ყველაზე ჯანსაღად მოიქცა, როგორც შეიძლება და მოქცეულიყო მაგ შემთხვევაში ადამიანი და ძალიან მაგარი მადლიერი ვარ. არა. და მაგაზე კიდე ძალიან მადლიერი ვარ ღმერთისო. იგეთი ადამიანი ყავს და სწორ დროს სწორი ნაბიჯები შეიძლება ხისტი რაღაცა იმ მომენტში მე არ მომწონდა, მაგრამ რაც უნდა გაიგეთებინა, ის გააკეთა თავისით, არავის არ უსწავლებია და ეგეც კიდე ცალკე ის იყო მე და ჩემთვის აღმოჩენა. და ოჯახი ხო, ჩემთვის ძირფასია ძალიან რა, ძოვლი და შვილები და სხვა ამბავია. დიდ როლს თამაშობს ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. ყველაზე კარგი რჩევა რაც მიგიღია ცხოვრებაში რა არის? აზიარება. აზიარა? აზიარება. ყველაზე კარგი რჩევა რაც მე მიღია, არ ვიცი. არ გაქვს რამე ისეთი რაც გახსენდება ხოლმე. ეს შეიძლება ბევრი რაღაცა გამახსენდეს საჭირო მომენტებში. ეხლა რომ მკითხე, ვაფშე წარმოდგენა არ მაქვს, არც ერთი არ მახსენდება, არც ერთი ის რომ რაღაცა აი ის. კაი, მაშინ ყველაზე სამოტივაციო რჩევა რა მიგიღია? მიმართულება მივეცი. სამოტივაციო რჩევა. ну ალბათ ყველაზე ის რაღაცა მე ჩემი მეგობრისგან იყო რომ რავი წადი გადადგინა ბიჭი ცადე რა ამ ბავშვი დაიწყე რა დრო ცუდად ვიყავი რა ემოციურად ძალიან ცუდად ვიყავი ბოლოს დანგრეული განადგურებული და ეგ იყო ალბათ რა რომ იმის გამოცდილება გავითვალისწინე და რაღაცა ბიჭი გადავდგე იმიტომ რომ ვცადე ნდობით ვაფშე არ მჯეროდა არაფრის ჩემთვის ეს იყო რავი სასაცილო ამბავი ყველას ცინიკურად უყურებდი. ვინც რაღაცა იმაში ფსიქოლოგია და ყველაფერი და ეგრე არის მოწყობილი თურმე სამყარო, რაზეც ყველაფერი ეგრე დამიბრუნდა რა. ეს იყო ჩემი ბოლო კითხვა. რომელი? აი ეს რჩევასთან დაკავშირებით. რამეზე მე პასუხი არ მქონდა. როგორ არა ცადე იყო შენი ბოლო რჩევა. და ეხა just do it ეგ მაქვს ის რა ქვია ყველას ვეუბნები რომ just do it არ უნდა ხო ვიღაცა მირეკავენ იქ რაღაცა ეგ ნაიკის ხარ ვიცი ხო და მაგას ვეუბნები ნაიკის რეკლამა მეთქი ბიჭო просто ცადე არ უნდა ამას ხო ესე ეხა რო არაფერი პრადე კიდე გააკეთე რა და ნახავ მე რაც გამოვა არ უნდა მოხდეს ეხა ისე კაი ეხა შენ მოგოცი ბოლო ჩემი კითხვა კი არ არის თხოვნა არის რა შენ მოგცე რჩევა მე რჩევებს არ ვიძლევი რეკომენდაცია შეიძლება შემიძლია გაგიწიოთ. სადეთ просто ნდობით. просто უბრალოდ ნაბიჯი გადადგე. ვისაც აქ რა ვიცი ეს პრობლემა არა მარტო მოხმარებას რა თქმა უნდა არ გულისხმობ რაღაცა სხვადასხვა უამრავი პრობლემა არსებობს რა ვიცი კვება ურთიერთობების პრობლემა ხო ნუ ნივთიერებები თამაში რო ჩამოთავ რა ვიცი ძალიან ბევრია რა თუ გაწუხებს ადექი გადადგინა ბიჭი. ცადე უბრალოდ ის რაც არ გიცდია რა და იქნებ კაია, არიც. და ძალიან საინტერესოა. ძალიან. ამაზე საინტერესო ვაფშე ცხოვრება მე ხვდები რომ აუ რა სწორებს თურმე. და სად ვიყავი აქამდე. მაგარია ხო მეც მომინდა ახლა რომ ცადო. ოდაი რა ცადო არ ვიცი ჯერ. მაგრამ მეგონი სამუშაო გვაქვს ხო? კაი წავედი მე ახლა ზეში. იცი რაც უნდა ცადო. და არ გინაღიარე. ძალიან სასიამოვნო სტომარი იყავი, მიუხედავად რომ ჩაკეტილი ხარ პირადი რაღაც გამოცდილებებისგან არა და მაინც მალაპარაკე. ჩამეშალო. გალაპარაკე, თვლი რომ გალაპარაკე, მივთვლი რომ პირიქით არ გალაპარაკე. მართლა ვთვლი რომ არ გალაპარაკე. მეცადე.